უკვე მეორე დღეა, რაც რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში იმყოფებიან, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებებს 2 საათზე ნაკლები დაუთმეს და შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. უკრაინული მხარის განცხადებით რუსეთმა წამოაყენა პირობები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება ყველა წინა მოთხოვნას, რაც კი ოდესმე წამოუყენებია. იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგეს, რუსეთის ერთ-ერთი პირობაა უკრაინამ გაიყვანოს თავისი ჯარები რუსეთის მიერ ნაწილობრივ ანექსირებული 4 რეგიონიდან: დონეცკიდან, ლუჰანსკიდან, ხერსონიდან და ზაპოროჟიედან. რასთან დაკავშირებითაც უკრაინის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ეს პირობა რეალობას მოწყვეტილია. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ ლიდერებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ტელეფონით ალბანეთიდან ესაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა რეალური მშვიდობისთვის, რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯები გადადგას და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ მტკიცე პოზიციები დაიკავოს. როგორც იცით, მიმდინარე კვირაში ჩვენ მქონდა რეალური შანსი გადაგვედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ ომის დასასრულებლად. თუ კი პუტინს არ შეეშინდებოდა თურქეთში ჩასვლის. გუშინ ანკარაში ვიყავი და მასპინძლობისთვის მადლობელი ვარ პრეზიდენტ ერდოღანის. მზად ვიყავი პუტინთან პირისპირ შესახვედრად, ანკარაში თუ სტამბოლში. არა მხოლოდ შესახვედრად, არამედ მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და გადასაჭრელად. თუმცა პუტინი არაფერს არ დათანხმდა. რუსული დელეგაცია სტამბოლში ძალიან დაბალი დონითაა წარმოდგენილი. არც ერთი მათგანი არაა ის, ვინც ნამდვილად წყვეტს რაიმეს რუსეთში. თუ კი მართლაც აღმოჩნდება, რომ რუსული დელეგაცია მხოლოდ თეატრალურია და არ შეუძლია ხელშესახები შედეგების დადება, მსოფლიომ უნდა უპასუხოს. საჭიროა მძლავრი რეაქცია, მათ შორის რუსული ენერგო და ფინანსური სექტორების წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ზეწოლა უნდა გაიზარდოს, ვიდრე ხელშესახებ პროგრესს მივაღწევთ. ბოლო რამდენიმე საათმა აჩვენა, რომ რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამ შედეგის მისაღწევად საჭიროა ევროპელებისა და ამერიკელების მხრიდან ზეწოლის გაზრდა. სინამდვილეში რუსეთს სურს განაახლოს დისკუსიები, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან მაისამდე პერიოდში გაიმართა, რამაც ვერ შეძლო ომის დანაშაულების აღკვეთა და არანაირი შედეგი არ გამოუღია. ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის უკრაინაში. ნათელია, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს არის მხოლოდ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა. სიტყვები მხოლოდ და გრძელვადიანი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ყველა გავაქტიურდეთ უფრო მეტის გასაკეთებლად ჩვენი თავდაცვისთვის. გასულ კვირას რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე სანქციების ახალი პაკეტის შესახებ გამოვაცხადე. ამით ჩვენ გავზრდით ზეწოლას პუტინზე და დავიცავთ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ტყვეების გასვლაზე შეთანხმდნენ. მისივე განცხადებით თარიღი უკვე ცნობილია, თუმცა ჯერჯერობით დასახელება არ ისურვა. ჩვენი შეხვედრა დასრულებულია. დღის წესრიგი ჩვენს მასპინძელსა და პარტნიორებს გადაეცათ. პირველი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განხილვაა. მეორე ჰუმანიტარული დახმარება, ტყვეების გასვლა და მესამე პოტენციური შეხვედრა ლიდერების დონეზე. შედეგად ჩვენ შევთანხმდით ტყვეების გასვლაზე პრინციპით 1000-1000-ზე და ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტის ყველა მოდალობაზე. ჩვენი კოლეგები კონტაქტზე არიან და ყველა დოკუმენტს გავცვლით. სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებები გუშინ 15 მაისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვერ შედგა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მოლაპარაკებებზე რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირები არ გამოაგზავნა. ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვდა თურქეთში პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას, თუმცა პუტინი თურქეთში არ ჩასულა. შეხვედრას არ დასწრებია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიზნით შესაძლო იყო, რომ ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის გრაფიკი შეეცვალა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ ჰქონდა.